გამარჯობა მორი რეაქტით გიბრუნდებით დღეს დაიდო კი არა გუშინ დაიდო ტაირო versus Marlos ვიდეო გავიღვიძე თუ არა რავი ჭამე და ეგრევე კომპიუტერთან დავჭექირო რეაქტი ჩამეწერა რომ არ დავსპოილერებულიყავი იმდენ განიდება ეხა ამისი პოსტები და ასე შემდეგ ასე რომ შეგვიძლია პირდაპირ შევუდგეთ ჩვენი რეაქტის ვიდეოს წინაზე გუშინ უბრალოდ უყურებდი Delete ტაიროს ძველ ვიდეოებს რაღაცებს და საკმაოდ ნიჭიერი ბავშვია შეიძლება underrated-იც კი თქვას, ასე რომ ძალიან მაინტერესებს როგორ დაბრუნდა მესამე სეზონში. ასე რომ დავაი, ნახოთ. მე ვიკითხე, მზად ვარ! Let's go. Давай. Soldier mere was a daro bubiktebi ras ushwebi am biceps modიან ertobიან me mოვდივარ აღარ მეწოდები წვიდივეს დავიდრევ რინგზე მინდა სიკვდილამდე ვურთხო მე რამდენი რეპერი ხარ ვინც საათამაშა ტრაკი შევეხედა უცებ ჩაიჯუდა ვიხარ გეკითხები ბიჭო ვიხარ წინა ორი კბილი თახვის დასახით ვაგონებ ვირთხას მარტო იქ წააგე ბეთლი როდესაც იფიქრე წინ ხარ შესარჩევშიც გითხარი დახლიდი თავს და ვერც ერთი ისევ ტრასაც მე ვიზამ ჩვეჯიო ბიტო ვარ ვეხარ სოფტკივილებს ღმერთმა მომსამყარი ეგო ავყიდი პრინციპებს ჩემი მტრედიში კრიკი დაბაჭე შენ ვიტრინებს და ინფო მოვა მაღამეს ბიჭი როიტირებს Squid Game თავარი ტური ვარ მოკვდები დავიწყე არაზოს მოვრჩები აგერ მახატია თქვენი ნორმები გაგაგონებ კლიკ-კლაკ თუ არ გათუმებს ენას ეს პოეტი მოგითხამ ბიჭო რასაც აკეთებ მე გაგიბუჭე ყველა მომენტი როგორც ვსტილი ვსტოპიზი ბრენდა ხოდებს უდობით განისვენე აზრი ვერ გამომახვენი ბარები და ვერ ვწებიათ ბიჭები რას მიწერენ ვიტომენეს მოსები ხოლმე მყრიდა თქვენი თასხედავ დრას იჭერენ ჩვენი ორდენია ძალიან უწყوارი ასასინი ვარ ვერ დამიჭერე როთენდება სტუდენტი ვარ ღამის მონადირე ღვთაებრივად მოძრაობ ამ პოეტებზე ვინადირება ვერ მივხვდი ამ პროექტში ხდება რა ანომალია შევეცი დღესათაც ბაჭიები მკლები ვით დარბიან ხედავ რაღაც გზა ბავშვი ფაზავს მეც რო ვიცოდე მარტო შევჭამ ამ რეპერებს მაიკლი კორლეონე სადაც ნონა ხარ იქ მაგნუსი ვით ამ სპორტს ვიფორმებ და შამადი შეძუკნა ეხა მოდი გაგა TikTok-ებ რანაირი რეპერები ხარ რო ფიქრობ ვაგავს სამი ძმა კაცი და ფავორიტი არც ერთია რა ხარ ვენტუსა და სკაირესა აურა გენგი ხარ სკაი მოდი პარე მესეს დააყენე რაგამ მაინტერესებდა რას ნიშნავდა შენი სახელი უკეთესი რამე როგორ ვერ მოგაფიქრებინეს დავძებნე და მომიგდო ქვია ტბის ნარჩენები მოვიყვან მედმოსეს მაგ ნარჩენში ჩავაფს მევინებ ვატორებებს ვერ იმედებ შენზე იწოდები ხარ ჩემი გონია თუხზე დამაგდებს ოცა შენ გასაფორტებს მასები პირიქით ენერგიას ვიღებ მაგითო ჩემპი დავჭები გავყვედები ძური გვამი და დავტოვე ჩემი ინიციალები ქვია კარმა ბრუნდები ჩემი გამა კვიც გამირისკავე რა იტანა მარა შემომეპარა ცოტა მძიმე მდგომარეობა არ ხარ სატანა გვამი ვერ გაგაგ მიხვდა მაგაში შეეპარა ჩავხედე თვალებში ჩემში ნახა რო არ ვაპირებ დავთმო შენი მაქსიმუმი ჩემთან PvP საცმო შენ კოშმარში ვისხოვრო ზომბები ჩამაპარო მე ვარ ლაზარუსი მოგდი თქვენს და ბრუნდება ვაი რა დაგემართა ოკპა პატრევ აი და პანიკა მე თუ მომიდა ვარგებით გაგიტან პოეტურ ენაზე რო გითხრა ჩემი ბაზარი შეთვის ავტარია ჭირდება ნაშები ჭირდება მაყუთი თუ ენა ისის რეაქცია ზუსტად ამ ბიჭმა ვიცი ჩემი თვისებები მოგინგრიე ეგო გინდა გაქრია კეტან და შეიზისხო სფერო ციგნით როცა დაწერ მაგით ვერ მომიგებ ძენო სტერეოტიპს ვანქრევითომ დაუმარცხებელო მე ვერ გამტეხავ ეგა გამდეც უნდა გეგს რომ მაშინ დაგენძრა როცა გადაწყვიტე უკბინო დემონს რაღაცა ვერ გადავირიე. ანუ ერთი კომენტარი მქონდა რომ ვისაც კი ლოუები ეფექტები აქვს ხომ ეს რაღაცა ხმის დაწევა და რაღაც დაბოხება, რავი მოსკა, მედმოსი ასე შემდეგ ყველაზე ნაკლებად თაიროსი მომწონს გონი. რაღაცა თან სიტყვებიც ნაკლებად ისმის და ყველაზე ხელოვნურად რაღაცა ყველაზე ხელოვნურად მესმის ამისი ლოუები მოკლედ რა. და დიდეთ არ მომწონს. რაღაცა ფლოუებში აცდენლებიც დავიჭირე რომ რაღაც მუსიკას და ბიტზე რაღაცა ისე კარგად ვერ იჯდა. ნუ რავი შეიძლება წინა ბეთლებიდან გამომდინარე ვუყურებ, ახლა წინა ბეთლის
კონტრასტ და Skies Battle ისეთი იყო და ისე იჯდნენ ბიჭები ბიტზე რომ ისეთი მომზადებულები და რა ვიცი ყველანაირად ისეთი კარგი ბეთლი იყო რომ მგონია რომ რაღაცა იმას ვადარებ ახლა და სუსტი მეჩვენა და ასევე ვითვალისწინებ რომ პირველი შთაბეჭდილება და მე კიდევ უყურებ კიდევ ნახავ და ნახოთ ნუ ყოველ შემთხვევაში მგონია რომ შედარებით სუსტი ბეთლი იყო რაც ტაიროს ქონია სუსტი რაუნდი იყო რაც ტაიროს აქამდე ქონია რა რაუნდები ეხა მარლოსი მაინტერესებს ძალიან, იმიტომ რომ ამ კაცზე იმდენი იღადავეს ჯგუფში. აქამდე გულისხმობ რა ბეთლი არც იყო საერთოდ ჩაგეგმილი მგონი რომ უბრალოდ რომ დაიგეგმა მესამე სეზონის ლაინაპი, მაშინვე დაიწყო მარლოზე გადაობები, რომ აი ღმერთია და შენ ბიჭო იცი იქ რა გააძრო და რაღაცა ისინი. ნუ მაინტერესებს ერთიება, ნახოთ გადაობას რამდენად შეესაბამება სკილი. მარლო თან პირველი ახალი ტიპია, ვისაც უსმენ ფაქტობრივად ბეთლზე ხო? მგონი სხვა ახალი არ ყოფილა ჯერ ნახოთ აბა. პირველი ვიწყებდე მე ვიცი რომ გადაშლიდი შევერსეს ბეთლიც არ მქონია და უკვე მიგონებენ ლეგენდებს ახალი ვარ პროექტის სცენაზე გილოცავ თვინს ვეხი დადგეს ლეგენდის აღზევებაზე ამ ბეთლის მერე ჩაწერე ბექაუთთან ფიტები ეს კიდევ ერთი წაგება როდემდე უნდა ხელავდე ბოი ვიცი რომ სკაიგეს მაგაცება ბევრჯერ ახსენა ვერსებში რომ ვერ შორდება ხალეკალებს მაგრამ დავუფასოდ ამ ბიჭ გადადგმული ნაბიჯის რომ ის შედეგია ხონისა გიჟეთიდან ბეთლამდე იცოდე რომ კიდია შენი ტალანტი ჩემი დღე არის ბეთლის დღე შენი დღე არის რვამარტი დღეის მერე ტოტოსთან ბეთლი გეკნება სანათი შენ ვარდები მაგრამ მე მეგულს წითელი ბარათი ბოლომდე ვერ გაცირე ან მინდა ვიდო ცოდვები პროექტებს ვიზრუნები და პირა მოჭრილით მოვედი მე მაკაიფებს ეს ლაინები ჩემი ხოდების სახეზე გეტყობა გაკაიფებს წება მომენტი და ვერაფერ ვერ გახდა იგივე და ჰადა ბანის ფლოუს ფაით ნაითის სახებას ურთაბეს მაგრამ მოვიპარე მეინ შოუ That's მოგინდება რევანშუელი მაგიუენთის days bro ჩემი პასუხისული ქრება მარტივი ბაჯეტის სამი location ბეთლი მიმაქ და ვერ მიკამბეკებ ტროიდინი გიყურებ როგორ სალან ჩემოვდივარ როიკინი რაც ორნაზე ბაზრობ როსა არს გიკაჩავს ტვინი როგორც ყველა ყლერეპერს გონია ეგოსინი ეს კულტურაა მე რობინი ჩემი მაბი უკან ჩემი ლაინები ტიპი შენ გაქვს ერთი მოგება და ისი ჩეტენილი შენთან მოგებაზე რთული წაგებაზე ფიქრი შენი კი მგაცირა და გადო დაბიცებს და გვიდა სამლები ჩაახსო შენ ისევ დიანი ყველსახე გაარჩო მაგრამ ეთეკები არავის არ ახსოვს ვიცი რომ ვერაფერ გააზრო ვერაფერს დამიჯერ შეგიფრი მაინც ნოის შეხას გაირესა ოღონდ და მოდა say title for life boys ვის მიაქცეზონი ამიტოს თაირო მოწყუდე თავის ხოს ნახევარ ფინალში კამიყავს ფინალში კი ორგან დაიდოს შევეცი მე ორ მაგს ანარდებს დაიდო სეზონზე რაღაცო გამოდის ისე დაკომპლექსებულია სიტყვასუელი ურებია ამოშლის პირს სახეზე შევდექი ლზევე кайფები და ამ დროს მე ვარ მეგრელი შევეცი ბოლას კილოს ვისდა ცინის ვერსებში მაგრამ რა ქვაც მართლა ვერ უსმენლს ბესლებში ეს ბიტი შენ აირჩიე მაგრამ გათვალე ცურა საფანჩლაინობით ესულ იქნები ჩემი ძუკნა ძახს უნდა ელაპარაკო თავის ენაზე ოჰო და მოვიგე მაყუსას ავიღებაც მოგიგდებ ხურდა სიმართლე უნდა თქვა მართლა აღმოჩენა ხარ შვილო პირველი რეპერი ვისაც გარეპვისოსავს კილო თოგოს ბიტი მოკალი წინ მელოდება პინო ქართული რეპი გასავლე ახლა გასავლო კინო არა ჩვეულებრივი ვერსებით გიწყობ გამოფენა შენ მონანიება გიწევს და ეტაკე აღმოჩენა ჟარის კაცო მე ვარ მამა კულტურის რაც მოხდება არ მოუყვე არავის სწორებად ძრება აღმოხდება ნატურა არ გიშველს ყველამ ვიცით მაინც ხედრჩები შეცის სფერო რომ გადალახო ჩემი ეს ვერსები ეს ტიპი გარეგნულა ჭიჭინა სატო მაგონებს შენ გაფრინდები სხვა მე კი ვიცი ჩემი ფესვები პანჩები ამასაც უსტი ქონდა, მაგრამ რავი თაიროს არ ქონია რაღაცა მკვლელი პანჩები. სიტყვების, ნუ ამას უფრო სუნთქვის პრობლემები ქონდა კიდე და პლუს ნუ ერთგან ტექსტი დაავიწყდა ორივეს იდეაში, ასე რომ გააბათილეს ეგ თემა ტექსტის დავიწყება. რაღაც პონჩი ძალიან ერთფეროვანი flow იყო ჩემთვის, პლუს ხმის ცვლილებებიც ოდნავაც არ იყო რა, რაღაც ძალიან მონოტონურად მიდიოდა, ასე რომ ესეც ძალიან სუსტი
რაუნდი იყო. პლუს აი ეს ქალაჩუნობაზე, ქალობაზე, ლიუზეღადაობა, აი come on bro. ძალიან ის არის რა, ტვინი მოხდებით ამ გადაავებით უკვე. არ გეგონოს რო აქ დგომა და შენი ყურება მისწორდება შენი ამას რზენი სახე თავი დახარე და შეეგვე იმპაქტს რო სანამ არ განადგურდები იქამდე ვერც ვერაფერს ვერ მოიგებ დიდება ღმერთო შესახელს რომ აჩუქე მოთმინების უნარი ამინ დაწერა დანდერძისა დროცა მიხვდა გავეხიდე თავის კარიერის გზაზე როგორ არ გამედისა გონი დაგიწურდა მოდი კარგად ჩაიჭიდე გინდა რომ მიბაძო სხვასთან გინდა არ გავდეს ვისაც სააგებდა რატო გამოვიყვებე ჰეიტით გადაგადეთ მიზანი მე მჭირდება სისხლი ამ რეპერებს კიდე სვისამი ვისაც უნდა ომი შედეგია 4 პიცარი ჩამიხედვა რადგანი ვით პოზი ყველგან ფიცანი არ გაგტრაკი ქეში მომპარო ნეკატიტი თვერ მომიგები წოდე შეჩოგანო პროსკი ნუდა იგრუზები რო არ გადაგიყვანონ ზვაგაცურად ჩავას მოგცემ უნდა გამაიყვანო რა სატანა ანდრა ქვამი გაგა კანდაც PVP კი არა ტაძარი და პარაკლისი სახეზე ნერდი მოხვედი შეივსო დანაკლისი დანაპირებს თუ ვერ გახსის მაშინ დანაპირში მეთქი ვინ არია შენი სახე გახსოვს ფეისოფსს მიგაყენე უკვე იქ მოგიგე პირი დაგირფილე პირში მოგცე მაგარასოს რაზეც იოცნებე სამ რაუნდში ჩამოგინგრევ ცოტა ინტროვერტი ხარ და ვერ აიტან ხმავს რამში ბოლტონი ვარ მოსწრი და გაჩუქე ქაოსი ჯონ ვიკი ვარ გინდა წამართო ბეთლია ბოიმას ვთანით ხვიას არ გაშორებ და ერვაკ ბოის ბევრმა წერა კომენტარი მაგრამ რამდენსაც მივეცი ნომერი ვერაზოს ვერავინ ვერ დარეკა ამიტომ ვირჩინებს გავუხია პკიმერე წითელ ფერში დავბანე თუ ხვირილის ხმა ჩამესმა რაღაც არ გონია ფინმეს მოეწონა უფრო იმას ფიქრობ რომ პროექტის მაკაცობით მოენძრა მეს უმეკი დაიგ თქვენი სტანდარტები მევასება როცა ჩემხაციან ბიჭებს შანსი წაერთვათ არ ხარ რუპა ჩაიჯვამ რო და გადოფიფა პატარას უნდა იხმაროს თითმა აუ რა იმდენი რო დავდიორცვა რა გენგ ბიჭო შენი არავის არ ჯერა რა გენგ ბიჭო შენი პროსტა რიტმებია ჩემი ფექს ბიჭო დაიჩოქე მესამეში ისმის ბენგ ბიჭო გონი მარტო სახე არ გაგვირთხის გადამცემი და იყენე გასაქსები არ გაგატარშები ვერ პრასნარევი ვდებ ვერსებს ასარჩევი ბევრი ხო ეს მომიგდეს გაგიშებს მოსაწეულს დარი მოსახვალ შეთვის მომიწია გაგდება ამ ტოტოს პატენტის შეშიში გავაჩინე ხმები ჩამესის მე მიწავს მოგვარება სეზონში გაპარული ხარვეზის მორჩა თქვენი ერა დაიძახე და იგროვა ზურა კეპუშენგან რეპერი არ გამოვა ეს ჯანდაბა იყო, ბოდიში რომ დაგიპაუზეთ. მორჩა თქვენი ერა დაიძახე და იგროვა ზურა კეპუშენგან რეპერი არ გამოვა Jansis favorite MC თურმე ამან მოუგო ერთხელ სადღაც ბეთში თურმე პანჩების ერაიზისთან უმწერესის ცოტა შეაქეს თავი გაიგივა ღმერთში ვინ კარმელო თუ კარტელის ბოსი გონი ფანტაზიის წყაროზე მეტი მოსვი არც დავიდი ხარ და რიტმების მოსტრი ხოდა დროა გაგხადო ეგ ბძენის სამოსი ოზმე როგორც ავარდი ჰაიპში არ გაგმომავალი დაივიწყე ტაიპში გინდო დამოგება გინდო და რო გამეშვი ეხა დეპრესია და გაიპარები კაიფში წინაც არ გატყვირა მოხდება ერთ ღამეში დავამთავრე იქრებერების თარეში გამოგაცხადებენ ალბათ ახალ ამბებში დაიხია უკან პოზო შენინებით გამიშვი Jesus ცუდი იყო რაღაც ბეთლის რაუნდის ნახევარზე მეტი მე მეგონა რომ საერთოდ ცდენილი იყო ბიტს შეიძლება ბიტიც არ არის კარგად მორგებული რაღაცა ბიტს ვერ დაუმუღამე საერთოდ თავიდან შეიძლება მაგისი ბრალიც არის მე ეს ხელის წარტყმები და ისა და ესა რა პატარა ბავშვობა არის რა არის პანჩების საერთოდ არ ყოფილა მგონი არ ვიცი bro არ ვიცი დაიცა ერთი იქ უნდა გადავახვიო აი აქ ამის გულიამერია კრინჯობისგან ანუ მესმის რომ ექსპერიმენტები უნდა გააკეთო ზოგადად რეპერმა რომ რაღაცა ახალი ფლოუები იპოვო რაღაცა შენი ხმით ითამაშა მაღლა დაბლა რომ რაღაც იქნებ ძალიან კარგად დასვა იმაზე მაგრამ ეს ძალიან ცუდი იყო ჩაიჯვამ რო და გადოფიფა პატარას უნდა იხმაროს თითმა აუ რა იმდენი რო დავდიორცვა რა გენგ ბიჭო შენი არავის არ ჯერა რა აი აქაც რაღაცა ბუმ ბიტი რო იყო მაგაზეც შეიძლებოდა რაღაცა კარგად დასმულიყო მაგრამ
გენ ნაღდათ არ იყო ის რაც კარგად დაждდებოდა რა აი არ ვიცი არ ვიცი ძმაო არ ვიცი კაი გადავიდეთ მარლოზე MC ჩემგან ხელმარჯვნივ Yeah. Marlo. Tairo says that's my game, ki. Tairo beats my game, ki. Tairo says my quest, ki. Tairo thought she can't just ki. Ki ora with get over bi. And me caro me are this. Well I thought in that kind of peace. But this is a reason please. Chesty. Says on zero gamo sare bedi. Chefti. Tim famosa when mo get spendi mathematicos so da mi toale espanjები ლუწია თუ კენტი. Ხაზი მოხდა სახეზე ხარფი დობი ფრედი. ეს ბიჭი ბრუტალურია შეიკარი ხვედი. მე ვარ PS5 ვიდა და მიყენეს დენდი შეხარიშენ ფასი როგორც დაბრაკული დენდი. ჩერდი, შტერდი, როცა რაუნდს მოусვინე ხლევდი. ხარდაბალი დონე როგორც მა. სტერი, ჩემი დონე კი არ არის ან. სერტი, სეზონი და მივდივარ და ჰაიპის და მანით. ყველაფერი ვნახეთ უკვე და მიყენეთ ბანი. შენი ყველა რაუნდია ყლეობათა სლანი. ორი ბესლი ჩაატარე და ყავს ერთი ფანი. მე ვარ შენი მენეჯერი და გისახე გეგმა. 3-4 სეზონი და კომუნისტად შეეკრავ. რაც არ უნდა გააკეთო, რაც არ უნდა შეეკნა. და რაუნდის არ დაწერო, იცოდე რომ ხეხარ. იჭედები რაიმში ვერ გამიკაჭა ვაინში. სეზონიდან ნახვი ბედი სადეკაკლუს რაინში. გოტოსთან მოგებით ხედავ თავზე როგორ აიშვი. ხოდა ხანი დაიჭვი ქვემოთ დაეშვი ნუხა ჰაერში გაეშვი ფიქრებს ვაიბში ჩააჯვი ახარ საიმში და იყიდე მოგებულკეშ გაყუმარე პანიკში არ ვიცი ფოსფეით მაგრამ სეზონს ვიგებ სამისვლით ჩემთან დადგომით მართლა აიღე რისკი მაგრამ არის ცოდი მოგებიშო დავდე ფიცი მე ფინალი შენ კი ისევ სეზონ ოფი გისის არის ციცეკის წერა რაუნდის არტიზი ბოქსის შემოდგი ფეხი ვენი ვიდი ვიცი ვერასოს ეკნები ამ ტუტურის ფაზლის ნაწილი შენთან მოგება იყო მოხოდაზე მარტივი ვაფშე როგორ მოხოდი აქამდე შენ თუ აგვიხსნი გაგუმხილე შენ ცხوارხები მესვამი დაშვილი შენზე მინხეს გელოდება რთული ბრძოლა მაგრამ რო ჩავაჭირე გამოვითი ჟარბოლას კენ ჩუმა ხერი და მიყენეთ ელოდება კომამ გამარცხილა შავი ყოთიაო გახსენი სიგნით არაფერი ჩაუდიაო რუსიასაც გამოსილებში ჩაუსვიაო თქვენი გამოსილიებში ჩემ ჯიბესიაო და შენ რა შეგიძლია მე 4 ფინალში ჩაჯმა არის შენი მისია ვერასოს გახდები ამ კულტურის მესია მონებას ვიღებ და ბევრი სესია ეგონა მარტივი ტური და ბოსი შემოესია ნახო პროექტი და ნაუღე შენ ეგოს პენსია ყოახან ანობს რო ამნახ წინა სეზონში შენი ბრალია რო გამოჭები დღემდე ტრენდია მაგიკის გადაულიდი აღარ გვექნე მოდა ბანი ვა ვიცი რო ძალიან გასხი მოგიტანე სატი ვა მე ბომბით მოვედი და გმირობანა არ გინდა ვარ KD და easy money მიმაკ მარტივად ფრისტაილით ვიპასუხე რატო არ ხავს ფანები ერთი რაუნდის არ გაქვს ოქონდე ფლომა ნახვები შენ მიგონები ისტორიას მე და კიდე ფაქტები და როგორ გაჭვი მაგას სახში რომ მოусვენ ჩასწრები სოლოვენ მომიგებს და მიყენეთ თქვენი ბანდები სოლოზე დავწერ და უწერეთ ამას ყველამ პანჩები და აქედანვე გაიხსნა ფავორიტის კარტები მე ვარ ჯონჯოსი და მახიედე ფაუთორ ბანდები ეს პირველ რაუნდს ჯობდა მინდა ვთქვა მაგრამ BT მაინც რაღაცა ვერც ერთი ვერსიის საერთოდ ბიტზე არ ვიცი მართლა BT-ის ბრალია ცუდად არის არჩეული ან რამე თუ ამათი ბრალია თითქოს თავისას უბერავენ ესენი თავისას უბერავს BT მე აქ პროსტა ბიტს უსმენ და რაღაცა ბაუნსობ მაგრამ თან ამათი ტექსტები საერთოდ არ აჯდება ზედ არ ვიცი და თაირო რა სჭედავდა შუა იმაში არის მისო თუ რა უნდა ვერ გავიგე Macho Peps we know about Macho Peps we Macho Peps we know Macho Peps we Macho Peps win Titom მიგბინეთ კარგად რო გეყოთ და თითოს დროს ვაძლევდი ვინ მიხვდებოდა თითო როცა თაიროზე ბაზრობდა თითოს მაშინ ჩაგრავდა დრო უდგებოდა გიგებდი დროს არ ვანდომებ თან დღეს კარგად შეგაგონებ თან ყვები აქ ნაწარმოებს თან მოგებას იმედონებ ყვიო გახლოს ოლკაპონე თავას შენ ვერ გამიგორებ მაგ მანქანას გავაჭერებ მაყუც შემთვის და ვიდოვება ვიყვანდე თოგი ჩემი შარმია მაგრამ აქედანაც გავალისე როგორ წინაზე მახატია აქამდევის მოუგე ჩემუედაზე ხათავი და ხარე ჩემ წინაშე ვერაფერი ვერ ვნახე შენზე ქაიპი გაშდა დათნობი თეორიაზე შევეცი პანჩებს თუ მეუბნები რამეს და ნიჩვო ამარ ყოფნისი თამამე მე სულ ვაპდეიტებ თავს დღეს ვერ იქნება ბარი ბარს ამას უკვე გავუქრი ამბიციები და შემდეგი ვნახოთ გამიქნება თუ მამა ვიღაცას თუ რამე უნდა მოვიდეს კაიგაც
ნიაგები ხაზზე უბანი დგას ჯები ბიჭო მოგაჭამს გური კაკაცდა ზომებს ხალხთან ხვდები გახსნა დაიწყე ახსნა ისეთი ხლეობა იფასრე მიკვირს რომ არ გადაგხსნა გამომარდასკნა შოუდა დგას ღმებს აწვა მაგრამ ხო ვიცი რომ ვერ ხარ განგსტა მძიმეა დაწმა ფეიქ რეპერების მინდა აცმა ლოგოპედი მჭირდება ლო მაგრამ შენც არ გაწყენ და მგონი ხევანდელი დღე შენთვის ლო გამისათხოვე ეგ მიკროფონი ჩემი მინუსებით გიგებთ ლო თან ვარ პასიური აგრესორი ამიტომ იცოდე ბიჭო რომ გიჟი ვარ რასაც უწყი იყოს გასაგონი არ გადავიბარს და ვიმარო ვარ მათ მაგიშებში ვიტამად მედი გამაგონე რა კიდე გისმენ და მაინც ვერ ვიგებ ბასოფრას გადაიხაზე ვერ ხედავ დონეს მაგ ვერსებში და როგორ მწამდეს მაგ სიტყვების კუა მომიყვან ვიხას ყლეს წინ და თან გვეწვი ერთმანეთი გვიყვარდესა მე მგონი შეკარი ხალხი რომ გააგდო დეზინფორმაცია თითქოს მე შემოგროვე თქვენი მატრიცა მივხვდი რომ ხარ თვით მარქვია ამ მგონი სუსხობა ზარია პროექტი თავაზობს აქციას წინაზე მოვუგე ტოტოს და მომიგდეს ტოტოს სუდი პაროდია ყოლია ვირთხა შენმაც მაგაცმა მითხრა ვინც გიყვარს მუდამ ის გირთხავს არ კიდე დაინდა მეაცი მეორე შანსი არა დაზე მაქსის ხილ და სახეზე ცრემლი სიმაში გამსოლე გოლკა ეს არის სოპრანო ეს არის დრამა და რა უკრა მიწევს და მოკლა აქ უნდა მესოლა მაგრამ არ დამთხეს მე არ ვარ საფრთხეში ეგ მე ვარ საფრთხე აი ის მომენტი მივედი ზღვარზე ვოლტერ ვაიტი მითგიკაკუნებ კარზე მინდოდა მშვიდობამ ვიომე მაგისთვის მაგრამ ვეღარ აფერს განვიზდი კარგად დაიმახსოვრე ეს დღე ბოზო დღე როცა გვამივით კაცი ეს უკეთესი იყო. აი აქ ეგ პრობლემა იმდენად არ მქონია flow-ებზე შედარებით იჯდა თავიდან განსაკუთრებით ბოლოს ცოტა არ ვიცი. ნუ პანჩები ისე არა, ისეთი მწარე პანჩები არ არის და ერთი რასაც დავაკვირდი ხა არის ის რომ არც ერთს არ აქვს იუმორი მგონი. თვითონ იუმორი როგორც ასეთი არც ერთი არ იყენებს დიდად ბეთლში რა. რაღაცას გაგეცინოს ან რაღაცა, ნუ რაღაცებს მოყავთ რაღაცა მაგალითები წინა ბეთლებიდან, რაღაცა ეს ლიოს თემა, რაც მე კრინჯა მეპირადად, მე პლუს მამას flow დაიწყო იმან თაირომ, რაც ასევე რაშუაში იყო საერთოდ ვერ მივხვდი, შეიძლება იმასაც დააჯვა, არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბიტზე ჩემი შედარებით უკეთესად იჯდა და შედარებით უფრო ძლიერი რაუნდი იყო, ვიდრე წინები რა. მარლო, გავუშვი მესამე რაუნდი. მესამე რაუნდი. MC ჩემგან ხელმარჯვნივ. Let's go, Marlo. Udi. Yeah. მეორე ჯერ გამოსვლა, მაგრამ ვერ ჩააბარე გამოსდა. ტიპი მეოთხე ფინალს ვერ გამოსდა, მაგრამ ახლა ჩემპიონი გამოსდა. MVP ნიჭიეს რატო გავს? ამაზე ვფიქრობდი მთელი თვე და მე მივხვდი მე რატომაც. ორივეში უნდა იყოს ერთი ხლე. თაირო, ბაცმათო, შაირო, ჩვენ ბეთლი მოთხოვა, ამიტომ кайფო, ბარანაირი ფორები მოვიგე მე სამი ხნო ჩათვაერო დღეიდან ახალი ერა დაიწყო. დაიწყო და უიწყო ბელი ვერსი მოდის, ლოდის, აპრებ გამაიჭეთან მოდის და ახლა თავზე უნდა დააყოლებოდი. მე გალაქტიკო შენკი მილანი კაცნორიშა. ბანისთან ჩაუნის ეს ბეთლი, მე გააჩვენე საშლოუნეს ვერსი. მოყვასაც ავიღოთ თოფიკრორაც ვერში. კაჩაობა დაიწყო და დაიგდეს ყლეში. შეინაწერები ყოველთვის კრემა ტრეში. მაქსაილის ბულშებით გაგეტარებ ტენში. გიორუსი ამნეტარა დაინახა შენში. მე რა შევერასოს რო ვიქნებით ერთ ტრეში. ძალიან თუდი გაკლოუს სვიჩ, ხოლმე შემოვიდა ხაუნდა ბროს პის, აქ ტექნიკას ლირიკა no skills, შეგახსენებ რო აქ არ გაუმპაუნდის. შენი აქ მოხვდა იყო შეცდომა, მაგრამ მე არ ფიქრობ ამას ყოლა ემხრობა და გააკეთო სამხოლმა ბეტონმა. ვიდეოდან მოგო რაუნდი მეგრელმა. ყველაფერი გავაკეთე ისე როგორც უნდა წავიღე რაუნდი ყველა fight night და კულა და არ დაგიტოვე შასი და არ დაგიტოვე ხურდა შენა უნდა სნაკავს და ჩემს გადახუდა ბატას ვიყერი რომ მოგიგო ორიგინალ ხურდა მაშინ მიხდრო რეპერი ახ შეიძლება ფუკარა ვეჭერას და აყენეს ინდა ჯევერ და იგუზა შოუ ჩემ ლაინეს დაიჭე და ვიძახებ თუკას და ნახუი და ატიალე ხუზა MC ბათუმისას ვაუნახეთ როგორ დაიგუზა თუზი არ დაგზასე ოზი არ დაგეცე მაშუშა MC არა პეიც ვეჭვე და ვის გადახუნა ამოიტაზი აღანახე ბურს ყველა ელოდება მომდეთ სოდის და სულ მადა მოგება კი არა ეს დაუდგები ხუს და ვიპას გოდი მგონია თავი ხონის შუტ აი მდოდა რო გადამიარა მაგრამ გადამიარა და მე გადაგიარა ისოდი არ უნდა გეა ჩემ ძალი და მე ამარო მოჭარი საკლები სადაც იარე ხოუსი ჯაჯობე ლირიკაში ჩათვალო გაგასე მე ვიფინიან ბულაი შესწრაფადი არა ეს თემა გავაიასე მე გაგაპიარე გავიარე ყველაფერი ტესლა გამირადებული ვიძე ხანი ყოლა ტესლა ბოტეის კონკი ქოიდან ჩამოვი ტესლა აგრესია მალახე და მივაქციე გესლა ასონლა შევხდა
I think that's on. Where's that? Facts, shake, shack, shog. All like the gagging with take that down. This is what can make me bam bam. Get out to Gamma for the action, gags, bro. Shake, shack, shog. All like the gagging with take that down. This is what can make me bam bam. Get out to Gamma for the action, gags, bro. Yeah, that's it. I can that I with the way that's gagging, I got class, so really we sound climate, get that house, that was the teach, that's guys, that's why I have that sweet. I'm with Thomas, I can be out of the night. Got here is both, I'm just the best now. But from the Hashani and a Perry, I got the boat, that's Halimo, applause. With the shiny time to rock on Magra Gaitella, with Harry Matloba, Gantaki Sule Carriera. Now! ისე ძალიან მონოტონური რაუნდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ fast flow-ები ქონდა და ერთი კომენტარი მინდა fast flow-ზე გავაკეთო, რომ ყოველთვის როცა რა ლაივსაც დავსწრები ვარ, რა ვიდეოებსაც მიყურებია, ყველა ვიდეო მაქვს და ნახე საერთოდ. Fast flow იწყება თუ არა, ხალხი ეგრევე გიჟდება რა. ჩემთვის საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს თუ ტექსტი არ მესმის. და აი საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს თუ ბიტზე არ ზის. ანუ სწრაფად რო ლაპარაკობ რა. ვისაც უმტკიცებ, ანუ ოჩახ სწრაფად შეგიძლია ლაპარაკი, всё, ეგ არის. ანუ დაიწყება თუ არა ხოლმე ეს fast flow-ები ყველგან, რავი, ხალხი და ჰა და ანუ არაფერს არ წარმოადგენს, არაფერს არ ნიშნავს საერთოდ თუ ტექსტი არ გესმის და თუ ბიტზე არ ზის, ეს არის ჩემი აზრი. აქაც იყო ერთი მომენტი, როცა ეს fast flow გავიგე კიდეც და ნუ ნორმალური იყო. დანარჩენი 7 ჯერ ვერაფერი ვერ გავიგე, ბიტზეც თითქოს რაღაც ვერ იჯდა, არ ვიცი. საერთო ჯამში, რავი, მარლოს აზრზე არა ვარ ვინ მოიგებს ამას. რაღაც ალბათ თაირო მოიგებს ბოლოს. იმიტომ რომ მარლოს ბეთლები უფრო მონოტონურად ჟღერდა, ანუ ხმა საერთოდ არ იცვლება რა. ფლოუების ცვლილებაც ისეთ სასწაული და ისეთი არაფერი არ არის. ნუ თაიროზე როგორც ვთქვი, ეს ლოუები თქო პირიქით მკრინჯავს, ასე რომ ამის ხმის ცვლილება შეიძლება უფრო არ გამოადგეს. მე პირადად მკრინჯავს, არ ვიცი. მაგრამ ნუ ეს ზოგადად მაღალი დაბალი და ასე შემდეგ ამ ფლოუებში უფრო ქონდა თაიროს რა. საერთოდ ჩემს ძალიან სუსტი ბეთლი იყო. გადავიდეთ, მოდი ჟიურის შეფასებაზე მოусმინოთ. გონია რომ თაირო მოიგებს. უბრალოდ დიდად დაჯაბნა და დედაუტირა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არაფერი არ ყოფილა რა. Jesus, მეგობრებო. ვერ გავიგე კარგად, მაგრამ თაირო გადავიდა, მარლოს ვიღაც ფანს ებაზრებოდა და ისე უბნება არა მშვიდობა. ანუ პატარა ეს თუ რაღაცა გაჭედვის პონტი იყო, იმენა პატარა ბავშვი. მეგობრებო, დამიჯერეთ. აქ ბიჭები არიან ახლა დამუხტულ, ანუ როგორი დამუხტულები არიან, იცით? მე მგონი იცით, ხედავთ კიდეც რასაც შვებიან რა. ძმებო, დამიჯერეთ, მეგობრებო, ვინებიც ხართ დღეს ჩვენთან სტუმრად. ეს არის ემოციები, ბეტლის ემოციები, დარწმუნებულები იყავით, რომ ყველაფერი არის კარგად და მშვენივრად. მე ახლა მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამე ვთქვა. ძალიან ისეთი კომენტარი გააკეთა, აშკარად რაღაცა წაკინკლავება იყო. და რის გამოგთ ხო, ერთი პანჩი არ გამიგია, რაზე კინკლავთ მითხარი? რაზე გაჭედეთ. დიდი მადლობა, თაირო შენ, იმისთვის რომ მომეცი მეც მუღამი, რომ მითხარი რომ კი მესამე სეზონში მინდა შემოხვდე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ შენ იცი ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ. მარლო, ძალიან დიდი მადლობა, რომ გადაწყვიტე და დადე ვიდეო, რომ ხარ ჩვენთან ერთად. მადლობა, რომ ესეთ მაგარ რამეს აკეთებთ. ეხლა უნდა გადავიდე ყველაზე ცუდ მომენტზე, რომელიც იმათ ვიდეოებშია და ჩვენს ამ რეალობაში ახლა. ჟიურის უნდა ვკითხო თავისი სიტყვა. და ისევ დღეს მე გიორგი რუსიას შევპირდი, რომ მისთვის დღეს იმაზე მაგარი ძმაკაცი ვიქნებოდი ვიდრე ვარ, ასე რომ პირველ ხმას ვინ, რატო და როგორ იტყვის გიო. გიო რუსიასთვის შევქმნათ ხმაური. მადლობა.
პირველ რიგში, ანუ თქვენს გეტყვით და სხვა მონაწილეებსაც მეუბნები ჩათვალეთ. ერთმანეთს ნუ უშდით ბეთლის დროს, ეს უეჭველი. ანუ ხო რა, იდექით, უსმინეთ. ბაზარი არა. თქვენ არ უსმინოთ რა, თქვენი ნება, პროსტა. კაი, გადავიდეთ ბეთზე. პირველ რაუნდში შენ ძალიან მაგარი მომენტი გქონდა, ოღონდ ვიჩის მე ფლოუ რო შეცვალე მანამდე. აი ძალიან ვისე იყავი ხო ხდები თითქოს და ეს ფლოუ ამბიც არ უხდებოდა. თაიროს პირველ რაუნდში შესვლაც კარგი ქონდა, თავის სვიჩებიც კარგი ქონდა და უფრო კარგად დაასრულა თავისი ტრეკი ვიდრე შენ თავისი რაუნდი. პირველი რაუნდი თაიროს. ტექსტებს რაც შეეხება ორივეს ძალიან კაი პანჩები ქონდათ. აი შესრულებასთან უფრო მაგ მომენტები რა. მეორე რაუნდში ეს შენზე მრავალფეროვანი მომეჩვენა, უფრო ითამაშა, უფრო ფლოუები ქონდა, ბრო. შენც მომეწონა, მაგრამ ამან და ეს რაც თამაშებით და ფლოუის თამაშებით გამაკვირვა. რას არ ველოდებოდი შენგან და მეორე ხმა მარლოს. ერთადერთი პროსტა რაც არ მომწონს უბრალოდ რაც არ მომწონს, ერთადერთი ის არის, აი პროსტა უბრალოდ ეს და ეგეთ რაღაცებს რო ეძახით, ეგ რო ფანში იყოს, ეგ რო რაღაცნაირად ლამაზად მიაწოდოთ ერთმანეთს, ძალიან მაგარი იქნება, ეს პირდაპირ ეგ სიტყვები რო არ გამოიყენოთ. მესამე რაუნდი. ორივეს ძალიან მაგარი ფლოუები გქონდათ. შენ ერთ მომენტში შეგეშალა. ეგ ცუდია, მაგრამ ნუ იმით აბათილებდი, რომ ბევრჯერ შეცვალე ფლოუები. ნაკლებად ცვლიდი შენ ფლოუებს, მაგრამ მე მომეჩვენა, რომ აი მომეჩვენა კი არა, როგორ რაღაცა იცი, გეგონება მაგ ბითის წერაში მონაწილეობდი, აი ერთად წერდით შენ და ბიტმეიკერი იდეალურად ქონდა ფლოუ მორგებული მაგ ყველაფრისთვის და მაგიტომაც მესამე რაუნდი შენ წაიღე. კარგად შეაფოს ჩემი აზრით, მაინც მიხართ იმისა რაღაცებში არ ვეთანხმებოდი. ძმებო, ამათ უკვე ყველაფერი ღირს. ჩემი ძმისთვის კარგი. პირველ რიგში გილოცავთ კარგ ბეთლს ბიჭებო, ძალიან კაი იყო, მართლა ძალიან გამისწორდა. ხმაური, მეტი. აი, რაუნდებით შევაფასებ. მოდი ეგრე ვიზავ. პირველი რაუნდი მარლო ქონდა ტექნიკური ხარვეზი, პატარა ტექნიკური ხარვეზი. თაირო ქონდა დიქციაში რაღაც პატარა ხარვეზები, მაგრამ ოკეი არის, ეგ გავათანაბრეთ. წერის ტექნიკა რა, მარლო ძალიან კარგად წერ, მართლა ძალიან კარგად წერ, მაგრამ წერას უნდა შესრულება. შესრულებით თაირო პირველი რაუნდი უეჭველი წაიღო. აი, მეორე რაუნდი. მეორე რაუნდი ჩემთვის პირადად გიო, ბიტმეიკერს რომ ეძახი. გიო. მეორე რაუნდი ჩემთვის ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო რა, ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო რა. აქ ფრეს წერ ჩვეულებრივად, იმიტომ რომ მაგის პონტირო ფრე დავწერო. და მესამე რაუნდი, გადამწყვეტი რაუნდი რა. მარლო ძალიან კარგად მოერგო ყველაფერს. პანჩლაინები იყო პირდაპირი დარტყმით. ანალოგიური იქნა თაირო, მაგრამ დღეს რაღაც კარგი დღეა გიორუსიას და ყველა ვეთანხმებით რა და მესამე რაუნდი თაიროსი. წინა ბეთლზე თუ გახსოვთ თქვი, არ ვიცი ამდენად კარგი აზრია რუსია რო პირველი აფასებს თქო რა. იმიტომ რომ ყველა ამბობს და მეც რაღაც მხრივ ვეთანხმები, რომ ყველაზე კარგად დაფასებს ხოლმე რუსია. უფრო მგონია რომ უფრო მეტად დაკვირდება. ბეთლის განმავლობაშიც რო შეხედოთ, ტიპი დგას სულ ასეთი თქმის რა. რომ აი კარგად გაიგოს ტექსტი, კარგად კონცენტრირდეს და on the other hand კასი არის მეორე, რომელიც ანუ რაღაც გონია რომ კონცენტრაცია ეკარგება ხანდახან რა. მაგიტომაც თქვი და ეს იქნება ჩემი კონსპირაციული თეორია შემდეგი ორი ბეთლის განმავლობაშიც, რომ რუსია როგორც იტყვის, გონია რომ ისე იქნება დანარჩენი ბეთლებიც რა.
რაღაც მხრივ კარგია, რომ ყველა უმეტესობას ვინც მოწონს ჟიურით, ანუ რუსია ისაფასებს და ისწყვეტდეს ისწყვეტდეს ბეთლების ბედს, რაღაც მხრივ ცუდია, რომ ერთი სუბიექტი წყვეტდეს მოკლედ ბეთლის ბედს. არ ვიცი, ეს არის ჩემი კონსპირაციული თეორია, რომელსაც შემდეგ ორ ვიდეოშიც ნახავთ თუ ესე იქნება. პირველ ბეთლში, როგორც მახსოვს, ზუსტად ეგრე იყო. რუსიამ თქვა რაუნდების განაწილება და ყველა იგივე თქვა, თუ სწორად მახსოვს. მოკლედ. Anyways, მოიგო ხო თაი რომ გონი უკვე. კასისთვის შევქმნათ ხმაური! მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა, როგორც აღნიშნეთ, სეზონის სტარტი როგორიც იყო, ისეთივე გაგრძელებაა. მაგარი ბიჭები ხართ ორივე, საოცარი ნიჭებით. ოღონდ განსხვავება იყო აქ, შეიძლება გემოვნების მომენტიც მოქმედებდეს, მაგრამ გემოვნება ყველა ვარიანტში გვერდზე უნდა გადაიდოს, იმიტომ რომ ობიექტურობა არის. ჩემს კონსპირაციის თეორიას ერთს იმას დავამატებ, რომ ყველა რუსიას არ დაეთანხმება იმ შემთხვევაში თუ უკვე მოგებული აქვს ერთივს რა. იმიტომ რომ მეორესაც მისცენ ქულები და არ დაიჯაბნოს ძალიან და არ რაღაცა мотиваცია არ დაეკარგოს. შესანარჩუნებელი რა. ამიტომ, რავი, რაუნდთან მით უმეტეს აღარც აქვს, ხო? მე მგონი დიდად გადამწყვეტი მნიშვნელობა ეხა ამ ეტაპზე ჩემს სიტყვას და მოკლედ ვიტყვი, რომ ოდნავ უფრო ტექნიკური MC-ა ჩემთვის თაირო, ვიდრე საბოლოო ჯამში ჩემი ხმა თაიროს რა. იმიტომ რომ აქ არ გამართულა ჩემი კონსპირაციული თეორია. თეორიის მეორე ნაწილი. ძალიან ნიჭიერი თავისი კრაუდებით, თავისი უკნიდან მთელი ამბებით აქ ბიჭებმა რაღაცები ჩაატარეს საოცრებები. ძალიან მიიქციეს ყურადღება და ამისთვის მადლობა, იმიტომ რომ თქვენი მხრივ რაც მისია იყო, რომ შოუ დაგედგათ, შოუ დადგით ჩათვალე. იგივე შეუვნები თაიროს. მოკლედ ჩემი ხმაც თაიროს მეგო. ილოცავ. ამ ბეტლის გამარჯვებულია MC შეგა ხელმარცხნივ. GG, სუსტი ბეთლი იყო, მაგრამ რავი ბეთლი იყო რა. კარგად.